რასაც პატიობენ ჩინოვნიკებს, იმას არ პატიობენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ასეთი პოლიტიკა ახასიათებს ქართულ ოცნებას. უნებართვო შენობებს უნგრევენ მათ, ვისაც გავლენიანი პატრონები არ ჰყავთ. ქართული ოცნების ჩინოვნიკებს რატომ არ უნგრევთ უკანონო მშენებლობებს? ქართული ოცნების ჩინოვნიკები ვინ დაინახე ახლა აქ? მაგალითად ბათუმის მერიასთან რომ ერთ-ერთმა ქართული ოცნების დეპუტატმა უკანონოდ დააშენა, ამაზე რატო არ გაქვთ რეაქცია? მე ვარ მოსული ამ საკითხს გასცდით უკვე. ბათუმის ბულვარში ამბასადორის უნებართვო მშენებლობა. მერიის მიმდებარე დეპუტატ გიაჭყონიას უკანონო სამშენებლო სამუშაოები. ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ჯუმბერ ვარდმანიძის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ასევე ოფიციალური დოკუმენტების გარეშე აშენდა. ეს იმ უკანონობის არასრული ჩამონათვალია, რაზეც ფაქტობრივად რეაგირება არ მომხდარა. რატომ არის შერჩევითი სამართლით მუნიციპალური ინსპექცია? სად დაინახე შერჩევის სამართალი? აგერ კონკრეტულ მაგალითს გეუბნებით. მაგალითად, გეუბნებით გიაჭყონიას მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ბათუმის მერიის მოპირდაპირედ, რომელმაც ერთი სართული ისე დააშენა, რომ ამის შესახებ ნებართვა მას არ ქონია. და მუნიციპალური ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია. კონკრეტულად გიაჭყონიას არაფერი არ დაუშენებია. აბა ვინ დააშენა? მან სხვა კომპანიაზე არის წარმოება, ვის საკუთრებაც არის. ბათუმის ბულვარში ამბასადორმა 4 სართული რომ უნებართვო დააშენა. ამბასადორის ნებართვა აქვს. კარგად მოიკითხე. 4 სართული უნებართვო დააშენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში. მუშაობაში. მეც მუშაობ ბატონო და საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს. სამორჩების ახლა და მე მოხსენ იძებს. კარგი? ასე ამბობ და მე უჩინარდები ტერიტორიიდან, როგორც გჩვევია. კარგად ზანდებოდი. გოდიში. უკანონობაზე გიყვებით და თქვენ ამბობთ, რომ უკანონობაზე კი არ მიყვებით. ეხლა დემაგოგობ თქვენ. არა, კონკრეტულ ფაქტებს გეუბნებით. ქართული ოცნების ჩინოვნიკები აშენებენ და თქვენ რეაგირება არ აქვს. თქვენი ხელმძღვანელისთვის უსაფრთხოა? უსაფრთხო არ არის თქვენი შეხვედრა. თქვენი ხელმძღვანელისთვის უსაფრთხოა და ჩემთვის არა. არ შეხვედრა. მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის შერჩევითი მიდგომა ეჭვებს აჩენს. აჭარა თაიმსმა კანონდარღვევების შესახებ კითხვები უწყების დირექტორის მოადგილეს დაუსვა, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ. ფაქტებზე კონკრეტული პასუხების ნაცვლად ბესარიონ ცეცხლაძემ დემაგოგიაში დაგვადანაშაულა. გითხარით შერჩევითი პოლიტიკით რატო ხელმძღვანელობთ? შერჩევითი პოლიტიკით რატომ ხელმძღვანელობთ? ჩინოვნიკებს უკანონო მშენებლობებს ვერ უნგრევთ და უბრალო ადამიანებთან ხართ ძლიერები. რამდენიმე ფაქტების დასახელება გავაგრძელო, რატომ არ გაქვთ რეაგირება მაგალითად ჩინოვნიკების უკანონო მშენებლობებზე? რეაგირება გვაქვს. ამშვიდე, ნუ დემაგოგო, სულ ხარ. კონკრეტულ ფაქტებს გიყვებით და დემაგოგო? მაგალითებს გეუბნები. ეხლა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ამშვიდე. გეუბნებით, ამბასადორმა 4 სართული უკანონოდ რომ ააშენა, რატომ არ ქონდა რეაქცია? არ ქონდა ნებართვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გააფრთხილა არაერთხელ. შესაბამისი ნებართვის გარეშე ააშენა. ჯუმბერ ვარდმანიძემ სახლი რომ ააშენა უკანონოდ, მაშინ რატომ არ ქონდათ რეაგირება? ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა. თქვენი აზრით, რას გვაფიქრებინებს ასეთი ტენდენცია? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების ველში.